მოგესალმებით, მე ნანუკა ვარ. მე დღეს თქვენ გიამბობთ ბოლო პერიოდში ყველაზე აქტუალურ და მოთხოვნად პროფესიაზე, როგორიცაა ესთეტიკური მედიცინა. თანამედროვე სამყაროში ვიზუალი და თვით შეფასება ხშირად მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროფესიულ და პირად ცხოვრებაში. ეს ის სფეროა, სადაც მომხმარებელი შესაძლოა შევიდეს მოწყენილი, მაგრამ ის კონკრეტული პროცედურის შემდგომ გამოდის ბედნიერი, თავდაჯერებული თვით შეფასება ამაღლებული. ესთეტიკური მედიცინა კი ისეთ პროცედურებს სთავაზობს ადამიანებს, სადაც მინიმალურ დროში შესამჩნევია მაქსიმალური შედეგი. კლინიკა ლაზერმედი გისმენთ. გამარჯობათ. ჩაწერილი ვარ დღეს თამთა-ექიმთან კოსმეტოლოგიურ პროცედურაზე. წამოგწევით. ჩვენ ვეწვეთ კლინიკა ლაზერმედ, სადაც კლინიკის წამყვანი ექიმი თამთა შავიძე გვიამბობს უფრო ცლად აღნიშნული თემის შესახებ. გამარჯობა, მადლობა ინტერვიუსთვის. მადლობა, რომ გვესტუმრეთ. რა არის ესთეტიკური მედიცინა და რით განსხვავდება იგი ჩვეულებრივი მედიცინისგან? ესთეტიკური მედიცინა მედიცინის განხრაა, კერძოდ დერმატოვენეროლოგია. ჩვენ ვზრუნავთ პაციენტის სილამაზეზე და უბრუნდება მას ესეთი თავდაჯერებულობა და არიან კმაყოფილები. თუ კი ჩვენ ვაკეთებთ სიცოცხლისთვის ვიბრძვით და გადაუდებელ სტაციონარში ვმუშაობთ, აქ სრულიად სხვანაირად ბრუნავს ყველაფერი და ვემსახურებით სილამაზეს. რომელი პროცედურებია ყველაზე მოთხოვნადი? ესთეტიკურ მედიცინაში პაციენტი, როდესაც ჩვენ პირადად მოგმართავს პირველად, ის გვეუბნება, რომ უნდა რაღაცის კორექტირება, ტუჩის მოცულობის გაზრდა, ცხვირის კორექცია, მაგრამ ჩვენ ასე ზედაპირულად და გარედან სანამ მივხედავთ და მივაქცევთ პაციენტს ყურადღებას, აუცილებლად მკურნალები ვართ და უჯრედში და ბარიერს და უჯრედებსაც, რა თქმა უნდა, მკურნალობთ, რომ შინაგანად მოხდეს დატენიანება, გაახალგაზრდავება, შესაბამისად, მოთხოვნადი პროცედურებია, ბიორევიტალიზაცია, მეზოთერაპია, პილინგი, რა თქმა უნდა, შემოდგომა ზამთრის პერიოდში და უამრავი ესეთი პროცედურა არსებობს ესთეტიკურ მედიცინაში, რომელიც მოთხოვნადია და ჩვენ აუცილებლად უნდა ჩავატაროთ ის პაციენტებში. რამდენად უსაფრთხოა პროცედურები? ყველა ესთეტიკური პროცედურა 100%-ით უსაფრთხოა, რადგან ეს იქმნება ძალიან დიდი მეცნიერების მიერ და რა თქმა უნდა, უამრავი წელი ჭირდება იმას, რომ მეცნიერებმა ეს ყველაფერი გამოიკვლიონ და მერე უკვე გამზადებული მზა პროდუქტები, რაც უკვე ISO სერტიფიკატს ფლობს, დიდი დაკვირვებების ქვეშ არის და აბსოლუტურად უსაფრთხოა და პაციენტებს ჩვენ ამას ყოველთვის ვუხსნით და ვაყენებთ საქმის კურსში. რა საკიდან შეიძლება ამ სფეროში მომსახურების მიღება? პროცედურები შეიძლება დავიწყოთ 18 წლის ასაკიდან, როდესაც უკვე პაციენტი სრულწლოვანია. თუ სრულწლოვანამდე მოდის, აუცილებელია მეურვის თანხმობით და მეურვესთან ერთად მოვიდეს. და ბოლოს, რომ არა ექიმი, ვინ იქნებოდით? ძალიან კარგი შეკითხვა, მადლობა ამ შეკითხვისთვის. ვინც ვიცნობს, ალბათ აზრი ორად გაიყოფა და აუცილებლად ვიქნებოდი შეფმზარეული. რადგან ეს ფორმა და სითეთრე ჩემთვის იმდენად აღმატებულ ხარისხშია აყვანილი, აუცილებლად თან მეხერხება სამზარეულოში ფუსფუსი და გამომდის ეს ყველაფერი. თუ კი გადაწყვეტთ მიმართოთ ესთეტიკურ მედიცინას, გარკვეული პროცედურის ჩატარებისთვის აუცილებელია შეარჩიოთ ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალი ექიმი, რათა მომსახურება იყოს სანდო და უსაფრთხო. მოგეწონათ ჩვენი ვიდეო და გვიკომენტარით. შენი დროა.